ზოგჯერ ისე ხდება, რომ ადამიანი საცობში აღმოჩნდება და არ იცის რა ქნას. ვერც მიდის, ადგილზე დარჩენაც არ უნდა, დრო გადის, არანაირი შედეგი არ აქვს, არაფერს, აი თქოს ცხოვრება რაღაცა პაუზას იღებს. და ეს ძალიან დამთქმელია. საშინელებაა მით უფრო, როცა ცივა, ცხელა უпростоრად. სიცივეში საშინელებაა, მაგრამ სიცხეში მთლად. ამიტომ ძალიან საინტერესოა და კარგია, თუკი ამ საცობის მდგომარეობასაც გამოვიყენებთ კითხვისათვის. ყოველთვის უნდა გვედოს წიგნი, ყოველთვის ნებისმიერ შემთხვევაში ან წიგნები და სადმე რო გაიჭედები, ამოიღო წიგნი, გადაშალო და მცირე ფრაგმენტი მაინც ჩაიკითხო. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დღევანდელ ჩემ მდგომარეობას და დღევანდელ ჩემ მიმოხილვას ვუწოდოთ ასე საცობებში საკითხავი ლიტერატურა. ანუ რაღაცნაირად პლუსის დანახვა შეიძლება, რომ რაც უფრო დიდხანს იჭიმება საცობი, მით უფრო მეტის მიღება შეგიძლია ინტელექტუალურად. ანუ ეს კარგია ახლა, ცუდი არ არის. ნამდვილად, მით უფრო რომ შენ საკუთარ ქალაქში ხარ, მშობლიურ ქალაქში ხარ გაჭედილი, მანქანებიდან გიყურებენ გაკვირვებულები, იმიტომ რომ წიგს რო დაინახავენ, პირველ რიგში მოდის გაკვირვება და არა აგრესია. შენს მიმართ, რომ კითხველი ადამიანი და უცნაური კაცია და მიიღოს თავისი რაღაცა პოზიტივი გამოიღოს ამ კლაუსტროფობული მდგომარეობიდან. აი ამ პაუზიდან, რომელიც შემოგთავაზა საცობმა. ეხლა არ არის ძალიან დიდი საცობები თბილისში, თბილისი დიდი ქალაქი არ არის, მაგრამ იმ ხელა საცობებია, რამხელა წიგნებიც იბეჭდება და რამხელა რომანებიც იბეჭდება. ანუ არა დიდი. სკელტანიანი რომანები ჩვენთან არ იბეჭდება, ამიტომ შესაძლებელია რომ საცობ ვიკითხოთ თავებიც, ვიკითხოთ წიგნები და მართლაც მივიღოთ შეძლების დაგვარად რაღაცნაირი სიამოვნებაც. მე მინდა რომ ამიტომ დავიწყო ჩემი მიმოხილვა აი ამ მანქანებში, ამ რაღაცა ტექნოკრატიულ მდგომარეობაში ძალიან საამაყო გამოცემით გერმანულმა გამომცემლობამ გამოსცა ქართველ მწერალ ქალთა კრებული იაგუარების ტექნო. აი ეს გამოცემა არის, ასე ვთქვათ, ეს თარგმანები შეასრულეს იოსტ კიპერტმა და მანანა თანდაშვილის მეურვეობით მოხდა ამის გამოცემა და ასევე კულტურის სამინისტროს თარგმნობითი პროგრამის გახდა შესაძლებელი და აქ არიან წარმოდგენილები ჩვენი ქართველი ქალი პროზაიკოსები, ანა კორზაია სამადაშვილი, მაკა მიქელაძე, ეკატერინე ტოგონიძე, ეკა თხილავა, თამთა მელაშვილი, ნესტა ნენეკვინიკაძე. სწორედ ნენეკვინიკაძის მოთხრობის სათაური ქვია ამ წიგნსაც და ნინო ხარატიშვილი, ძალიან პოპულარული გერმანიაში ავტორი, დრამატურგი, გერმანულენოვანი, რომლის მოთხრობაც აქ არის შესული. აი გერმანულად არის ეს წიგნები, შეგვიძლია ქართულადაც წავიკითხოთ, შეგვიძლია ვისაც გერმანული კითხვა უყვარს და ვისაც უხარია რომ ქართულ ლიტერატურას გაეცნოს, ასე ვთქვათ, არამშობლიური ენით, არამედ გერმანული ენით, მასაც ძალიან დიდი სიამოვნება ელოდება. ქართველმა ქალებმა მწერლებმა გაჭრეს, გააკეს ეს საზღვარი, გააფართოვეს ქართული ლიტერატურის გეოგრაფია, არის, ასე ვთქვათ, ეწყინათ ქართველ მამაკაცებს, რომ ქართველი მამაკაცები ესე ვერ შევარდნენ ევროპულ ლიტერატურულ სივრცეში, რაც გამოუვიდათ ქალებს და უნდა აღინიშნოს, რომ არის ეს მცირე რაღაცნაირი თეთრი თუ შავი თუ რაღაცნაირი ფერის შური, არის ესეც არის, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ აქ მართლაც თავი მოიყარეს ძალიან ნიჭიერმა მწერლებმა, ძალიან საინტერესო მწერლებმა და შეგვიძლია ვიკითხოთ ერთი მეორეზე უკეთესი მოთხრობებია და მართლაც არის ძალიან კარგი გამომცემლობა ვინაიდან აი ეს გამომცემლობები ეხმარება ქართულ ლიტერატურას და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ავტორებს, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს იმ ლიტერატურული და კულტურული პროცესებით, რომელიც მიდის საქართველოში. ასე რომ წავიკითხოთ, თუნდაც საცობებშიც შეგვიძლია ვიკითხოთ ეს შესანიშნავი წიგნი და ჩვენთან ერთად საცობში გაჭედილ უცხოელებსაც ვაკითხოთ ან ხმამაღლა, ან ასე ვთქვათ, თვალის ჩაკვრის ასე ვთქვათ ფენომენიც არსებობს.